გავხოთ ზედაპირულს ეძახიან. არა ინიექციურები ხო გავიარეთ? მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური მეთოდი, ანუ აპლიკაციური, ეგრე ხო გავიარეთ. შეშურება, გამოვხილდით. ხო. ეხლა ნახეთ ბავშვებო, ყველა რეგიონულ ანესთეზიას სანამ გააკეთებ, მანამდე რა უნდა გააკეთო, რომელი ანესთეზია? აი სანამ დავიწყე ტუბერული, რა გავაკეთო? აპლიკაციური, იმიტომ რომ ძალიან ზედაპირული ანესთეზია. ზედაპირული ხო გადის? ზედაპირული ინფილტრაციულია. უნდა გავაკეთოთ რომელი ქიმიური, ანუ რა ქვია? აპლიკაციური. შეასრულეთ, ვთქვათ ლიდოკაინი 5-10%-იანი ან პირომეკაინი ან ნებისმიერი აპლიკაციური რაც არის, გერს თუ წაუძლებთ, უნდა მიაჭიროთ ცოტა ხანი, ჩამოიღვენთება ის ნირწყვი ჩამოეცხავს. ესე იგი რომ ჩხლეტა რა იყოს, ტკივნეულია, ხა ინფილტრაციული არა, მაგრამ ეს რეგიონული ანესთეზიები საკმაოდ უსიამოვნო პროცესია რა პაციენტისთვის, რომ მიდიხარ ძვანზე ნემსიც უფრო სხვა, ზომა სხვა და ტკივნევა, ამიტომ სასურველია რომ მანამდე გავაკეთოთ აპლიკაციური ანესთეზია, რომ ჩხლეტაც უმტკივნეულო იყოს. ეხლა ესე იგი ტუბერულის დროს გაუტკივარების ზონა მითხარით, ხო, მოლარები, მერე ალვეოლური ორჯი ხილი, რომელი მხარე? ეხლა მე რომ მოლარებზე ვმუშაობდე, ვერ ვიმუშავებ, რატომ? სამხრივადაა. ანუ ორალური ხედანაც უნდა გავწესოთ. რა დარჩა მცნობიარე, იცით ტუბერულის დროს ორალურ მხარეს ძილი და პერიოსტეუმი. მიხვდით? ძვლის სასდელა, რომელიც სვანსია, ხო? ესე იგი ისინი არ არის გათიშული და ვერაფერს, აი რაღაცა ინსტრუმენტიც რომ მიიტანო, აქ ტკივა ადამიანს, იმიტომ რომ ნერვებია, რომლებიც ცნობელობა აქვს ამ ნერვებს. ამიტომ საჭირო არის რომ გავთიშო რომელი ნერვი. რომელი ნერვი უნდა გავთიშო? სასის დიდი ნერვი ამ შემთხვევაში. სასის დიდი ნერვი. აი, სასის დიდი ხვრელით გამოდის. ხო, ვისწავლეთ სასის დიდი ნერვი საიდან გამოდიოდა? სასის დიდი ხვრელი. არა, ეგ ეხლა ვთქვით, ზოგადად რო იყოფა მეორე ტოტი, საიდან გამოდიოდა? თასასის ფოსოში, საიდან კერძოდ? თასასის კვანძიდან. თასასის კვანძიდან. ესე იგი, და რა საინერვირებდა ხო ვთქვით ჩვენი. ესე იგი, ეხლა დავიწყოთ. სასის დიდი ნერვი, ნერვუს პალატინუმ გავიმეოროთ. გამოდის სასის დიდი ხვრელით. რა ქვია ხვრელს ლათინურად ესე ფორამენ? მენ პალატინუმ მაჟორ. ხდია. ეხლა პირველი რა გავაკეთოთ? რა უნდა ვთქვათ? პაციენტს როგორ უნდა ქონდეს კირიღია და თავი, ხო? ტუბერულის დროს თავი არ არის საჭირო. პირიქით ესე თუ გადააწევინე, გაიწვიმება. ტექნიკურად შეც უხერხულ პოზაში ხარ უკვე. ესე იგი, პალატინურის დროს თავი უნდა იყოს გადაწეული, უკან ეხა გადაწეული, ესე იგი, ანუ გადაწეული თავის დამჭერზე და პირი ფართოდ ღია. მიხვდით? ტუბერულის დროს როგორ დავიწყე? ნახევრად ღია. ანუ ამას ქვია სუბუქად ღია. ამ დროს თუ ფართოდ არ გააღებს, იცვალებ ამ ანესთეზიის დროს. ან თუ ესე მაქვს თავი ვერტიკალურად, პირი რაც არ უნდა ფართოდ გავაღო, ეხლა ხო არ შემიძლები ესე ქვევიდან ვერ უყურებ, ვიზუალურად ვერ აკეთებ კარგად რა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ფართოდ გაღებული და თავი თავის დამჭერზე უნდა იყოს გადაწეული, რაც შეიძლება კარგად. ესე უდნავ არა, აი კარგად, რო სასაც შენ ადვილად აკონტროლებდე. ეს გავარკვიეთ. ეხლა სასის ყველა ანესთეზიის დროს ვიცით ეს იგი ხვრელი სად არის და უნდა ვიცოდეთ საორიენტაციო ჩხლეტის წერტილი, როგორ ვიპოვოთ ეს ხვრელი. ეს ეხა თავისგანაა და კარგად ჩანს აბატონო. სასის დიდი ხვრელი, აგერ საჭრელი, აგერ ინფრაორბიტული, მაგრამ ხა ჩვენ გვიჩანს? არა. ფარავს მას მაშინ ამას რა ფარავს? აქ ლორწოვანი და ლორწქვეშა, აქ ბილი? ბილიქსოვ. ხო, ყველა ბილიქსოვი კანი, კანქუშა, ცხიმოვანი კუნთი, ყველაფერი. ანუ ფარავს, ესე ხო არ გვეთყობა, ამიტომ ძნელია ადამიანს, თორე რაღაცა თავის გალას რო უკეთებ, კი ბატონო, ხვრელი პირდაპირ გაშიშვლებულია და ხედავ. ესე იგი, ორიენტირები გჭირდება ეს სასის დიდი ხვრელის. რა ორიენტირებია ეხა დადგენილი? ერთი, ნახეთ, რაღაც ნაწილში პაციენტების და საკმაოდ დიდ ნაწილში, რომ ჩახედავთ პირის ხურში ამ სასის მხრიდან. ბევრს აღენიშნება ამ ხვრელის ადგილას ცოტათი არის ჩაღრმავება ლორწოვანზე.
ოღონდ ხა ესე 40 კი არა შუქს რო დაანათებებთ და სასას აკვირდებით და ახლებით ხო წინ ვიცით სადაც უნდა იყოს ხო ესე იგი რა ყოფილა ცოტა ჩაღმავა ზოგს ძალიან კარგად აქვს უფრო გამოკვეთილი ანუ ორიენტირად ეს აი ორიენტირი ხო იცით რას ნიშნავს ვიღაცა რო შეხვედრაზე გიბარებდეს და გასწავლის ადგილს რაღაცა მიგანიშნა ორიენტირია ხო გიუთქვია ვიღაცა აი ორიენტირად რაღაცა აიღო აი მაგალითად რა ვიცი სითიმოლი ისე ვიცი ხო ახლოს არის ესე იგი რაღაცა იქ ორიენტირი მაგას გულისხმობ მე ესე იგი ერთი ყოფილა სასაზე ჩაღრმავება ეხლა რა უნდა გკითხოთ აი სასის თითხრებს რო უყურებთ ეგ არის რომელი მოლარი წესით მე ხო ბოლო მე ხო შეიძლება იყოს მეორე შეიძლება იყოს მესამე და რო გითხრათ სასის დიდი ხვრელი როგორ ამიღწევთ სად მდებარეობს ბოლო მოლარის რომელ მხარეს ორალურ მხარეს ანუ მე მედიალურად გარეთ აგერ უნდა იყოს მაშინ ნახე აქ უნდა იყოს გარეთ და მედიალურად ნიშნავს შიგნით არისო რა ბოლო მოლარი აგერ რო არის მის შიგნით არისო ეს ხვრელი ესეც ვიცით უკვე ეხლა რა დაადგინეს რომ ეს რომელი სასაა მაგარი სასის უკან რა გაქვთ რბილი სასას აი ნაქი როა უკვე და რაღაც ნახეთ საზღვარი მაგარ და რბილ სასას შორის ეს როგორ უნდა გაიგო იცით პირისხუში რომ გააღოპიცით თავი გადაწია და შუქს დაანათებ მაგარი სასა არის რა ფერის ღია ვარდისფერი და ეს რბილი სასა მუქია იმითაც შეიძლება მიხვდე უფრო გადაჭიმულიც არის მაგარი სასის ლორწოვანი რბილი სასის კი ორადაც შეიძლება იმიტომ რა ხა ენას რო უშევ ლაშქარად უფრო რბილია და რბილისაა ხო ხო მაგრამ იცი ხა თავის მე რო უსწრებ ენას შე როგორ შენ ხარ გაუსწრებ სხვას თითი რა წაუსწრებ თითი გაი თამავიწყო შენი სახე დათო თავის ენას რო ისმებს ადამიანის ასაზე მასე განსხვავებას ნახავს მაგრამ ხა პაციენტმა პირდაპირ დაგიღო როგორ თავის ენას რო ისმენდეს თვითონ არა თითით ეგზე ვერ გაიგე არ უნდა მაგას ამდენი არის ერთი არის ღია მეორე მუქი მოცითალოდ ეს ღია ვარდისფერი და საზღვარი მაგათ შორის რაც არის აი ნახეთ ეს არის ამას ქვია ეს ხო მაგარი სასაა მაგარი სასის რომელი კიდე უკანა კიდე ანუ მაგ საზღვარს წესით იმის იქით მე რბილი სასა იწყება ყოფილა მაგარი სასის რა უკანა კიდე ეხლა დადგენილია უკვე რომ სასის დიდი ხვრელი მდებარეობს მაგარი სასის უკანა კიდიდან 0.5 სანტიმეტრით საით წინ აბა უკან იქით უკვე რბილი სასა იწყება რამეთს როგორ ყოფილა სად ყოფილა სასის დიდი ხვრელი სად ყოფილა სად მდებარეობს სასის დიდი ხვრელი უკანა კიდის აცანდე კაც ჩამს მითხარი პასუხი ცოტა წინ რა გავიგო ეხლა ცხვირის წინ არა ყურის აბა უკანა კიდის წინ რისი უკანა მაგარი სასის უკანა კიდის წინ კიდის რას ქვია კიდის რაღაცას როზომავ კიდის 5 სანტიმეტრით ხო ასე იტყვი თუ კიდი კიდიდან ხო აი აქედან შენამდე თქვა 10 სანტიმეტრი ხო გავსაზღვრე რაღაც ანუ მაგარი სასის უკანა კიდიდან 0.5 სანტიმეტრით წინ ეს ერთი ვარაუდი ერთი ჩაღრმავება მეორე ოღონდ ბოლო მოლართან ეხა ნახეთ კბილებით შეიძლება კიდე სასის დიდი ხვრელი რო განსაზღვროთ ბავშვებო თუ მესამე მოლარი ანუ ეს სიბრძნის კბილი არის მაშინ სასის დიდი ხვრელი სავარაუდოდ არის მეორე მოლარის რომელ ფესთან უკანა კიდე უკანა რამდენი ფესია პირველ მეორე მოლარს